აი ბაჩოქში რო ავსებთ, მღრია, გეგონებან ჩემი ბაჩოკი ჭუჭყიანია, გავრეცხავ და იგივე მდგომარეობაშია. ახალციხეში მცხოვრებლები დაბინძურებული და გამოსაყენებლად უვარგისის სასმელი წყლის პრობლემაზე უკვე თვეებია საუბრობენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად წყლის ფერისა, იგი ლაბორატორიულად სუფთაა. ეს ვიდეო ჩვენს რედაქციას ერთ-ერთმა ახალციხელმა მოაწოდა. როგორც კადრებში ჩანს, სასმელი წყლის ონკანზე დამაგრებული ფილტრი დაბინძურებულია. როგორც ვიდეოს ავტორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ფილტრს თითქმის ყოველდღე წმენს, იგი მაინც ასე გამოიყურება. ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო საჯაროება არ ისურვა, დაბინძურებული წყლის პრობლემაზე საუბრობენ ახალციხელები. გამოდის როგორც კაკაოს თერი. გააკეთებენ რაღაცას, გასკდება, გამოდის თლაფი და ასე შემდეგ. საერთოდ არის შეიძლება მაგის დალევა. 2 წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის. მე ეხლა ვერ ვიტყვი კონკრეტულად ეს ვარაუდი გამოთქვეს, ანუ ლეპტოსპიროს ბაქტერია შემქმნელ, ამის სიცოცხლის ფასად გამოჩნდა ეს ყველაფერი ვერსია იყო, რომ თქვათ შეიძლება წყლიდან გადასულიყო. დასალევად არა, ძალიან კლორიანია. თუ არ მომწონდა ადუხებ და მერე სვამ. მე კმაყოფილი ვარ წაგით. ძალიან ცუდი. ეკოლოგიურად გამოუცდელია წყალი. რა თქმა უნდა, ყველაფერთვის უარ ცუდია ორგანიზმის ნებისმიერი მოქმედებისათვის. ახალციხეში აპრილის თვეში დაბინძურებული წყალი თითქმის 2 კვირის განმავლობაში მოდიოდა. ამ პერიოდში მოსახლეობა მიუთითებდა, რომ წყალი გამოსაყენებლად უვარგისი იყო, რადგან იყო ძალიან ამღვრეული, მოყვებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მატლებიც კი. მას შემდეგ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ონკანებში შეფერილი წყალი ამ დრომდე მოედინება. ამის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მაშინაც ირწმუნებოდა და ახლაც ირწმუნება, რომ წყალი ამღვრეულია, თუმცა ლაბორატორიულად სუფთაა. შეისწავლა თუ არა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის ხარისხი. სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია 29 აპრილს მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მათ მიერ 5 ლოკაციიდან აღებული წყლის ნიმუში შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს. 5-ვე სინჯში მომატებულია სიმღვრივე, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლების მიხედვით სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის ნომერ 58 დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს ნათქვამია წერილში. დაუკავშირდით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ.